დუბაის საერთაშორისო ტურნირი კარატეში ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გოგიტა არქანია გახდა. კიდევ ერთმა ქართველმა კარატისტმა ჰენრი ვეკუამ კი 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო. შეჯიბრში 55 ქვეყნის 1300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ფონდი $100,000 იყო. ძალიან ძნელია მოგება და გამარჯვების მოპოვება. პირველი და ნახევარფინალი იყო ძალიან გადამწყვეტი შეხვედრები, ძალიან გამიჭირდა. ფინალში შედარებით უფრო ადვილი იყო გამარჯვება. კარგი დონის შეჯიბრი იყო და მაყოფილი ვარ. ამ შეჯიბრებას მომავალი წლისთვის მიენიჭა პრემიერ ლიგის სტატუსი. ეს ნიშნავს კარატეში საერთაშორისო ტურნირების ყველაზე მაღალ კატეგორიას. თან აღსანიშნავია ისიც, რომ ეს სპორტსმენები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან ბაქოს ევროპის ოლიმპიური თამაშების მონაწილეობის სალიცენზიო ტურნირებში.